გამარჯობა. გომორძგოა ხოჩალადე. დღეს ვილაპარაკებ ჰელიკობაქტერიაზე და ვეცდები რომ ეს დიდი თემა, რაც შეიძლება მოკლედ და პაციენტებისთვის და ექიმებისთვის გასაგებად გადმოვცე. მრავალი აწლეულების მანძილზე ერთ-ერთი მთავარი თერაპიული პრობლემა იყო წყლოვანი დაავადებების და ქრონიკული გასტრიტის მკურნალობა და ასევე კუჭის კიბოს პროფილაქტიკა. დღესდღეობით უკვე დამტკიცებულია, რომ ამ დაავადებების მთავარი მიზეზი, მთავარი გამომწვევი არის ჰელიკობაქტერია, ანუ ლათინურად რომ ვთქვათ, ჰელიკობაქტერ პილორი. აქტუალობაზე რომ ვთქვათ, აი დღეს რატომ ავირჩიეთ ეს თემა, შეგვიძლია წარმოვადგინოთ შემდეგი სტატისტიკა მაგალითისთვის. მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის სტატისტიკა არის 2022 წლის. აქ შეგვიძლია კიბოს დაავადებები და კიბოდან გარდაცვლილი ადამიანები. ჩვენ კუჭის კიბო გვაინტერესებს, რადგან ჰელიკობაქტერიაზე ვსაუბრობთ. ახალი შემთხვევები, კიბოს ახალი შემთხვევები 2022 წელს პირველ ადგილზე არის ფილტვის კიბო, რომ დაავადდა 2.500.000 დაახლოებით ადამიანი. მეორე ადგილზე არის ძუძუს კიბო, რომლიდან დაავადდა 2.300.000 ადამიანი დაახლოებით. მესამეზე კოლორექტული კიბო, ანუ მსხვილი ნაწლავის კიბო და სწორი ნაწლავის კიბო, ეს არის 1.900.000 ადამიანი. მეოთხე ადგილზე არის პროსტატის კიბო და დაავადებული, რომელიც არის 1.500.000 ადამიანი და მეხუთე ადგილზე არის ჩვენი ინტერესის სფერო, კუჭის კიბო 970.000 ადამიანი. ეს არის რაც გამოვლენილი ახალი შემთხვევების მიხედვით. ეხლა გარდაცვალების მიხედვით პირველ ადგილზე მსოფლიოში 2022 წელს ფილტვის კიბო არის, რომლისგანაც გარდაიცვალა 1.800.000 ადამიანი. მეორე ადგილზე გავიდა კოლორექტული კიბო, რომლისგანაც გარდაიცვალა 900.000 ადამიანი. ანუ იქ მესამე ადგილიდან უკვე მეორეზე გარდაცვალების მიხედვით მეორეზე გადმოინაცვლა. მესამე ადგილზე გავიდა ღვიძლის კიბო, ესეთი აგრესიული კიბო, რომლისგანაც 760.000 ადამიანი გარდაიცვალა. მეოთხე ადგილზე ძუძუს კიბო, რომლისგანაც 670.000 ადამიანი გარდაიცვალა. თუმცა იქ მეორე ადგილზე იყო ახალი შემთხვევების მიხედვით. ეს განპირობებულია იმით, რომ ძუძუს კიბოს საკმაოდ კარგად ებრძვიან, თუნდაც დიაგნოსტიკის ან პროფილაქტიკის მხრივ მისი პროფილაქტიკა სკრინინგები ბევრ ქვეყანაში ტარდება და საკმაოდ წარმატებით. და მეხუთე ადგილზე როგორც შემთხვევების მხრივ, ისე გარდაცვალების მხრივ გავიდა კუჭის კიბო, რომლისგანაც გარდაიცვალა 660.000 ადამიანი. ეს არის მსოფლიოს მონაცემებით. ეხლა შეგვიძლია საქართველოს მონაცემებით მე ვნახე საქსტატის მონაცემები 2024 წლის. აქ რა გვხდება? საერთოდ ყველა დაავადებებისგან, ანუ გარდაცვლილების რიცხვი 2024 წელს ასე გამოიყურება, ანუ სულ გარდაიცვალა 53.971 ადამიანი საქართველოში და აქედან პირველ ადგილზე არის გულსიზრდათა დაავადება, რომლისგანაც 18.159 ადამიანი გარდაიცვალა. ეს არის ინფარქტი, ინსულტი და ასე შემდეგ. მეორე ადგილზე არის კიბოდან გარდაცვლილი ადამიანი, ეს არის 5.720 ადამიანი. კიბოს ყველა შემთხვევიდან. მესამეზე არის სასუნთქის სისტემის ავადმყოფობები, ეს არის ფილტვის პნევმონია, ფილტვის ანთება და ასე შემდეგ. ეს არის 3.651 ადამიანი და მეოთხე ადგილზე არის ჩვენი ინტერესის სფერო, მეორე ადგილზე კიბო იყო, მეოთხე ადგილზე საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებებიდან გარდაცვლილი. აქ არის 1307 ადამიანი, აქ უფრო ღვიძლის დაავადებებს ეხება, მაგრამ ამ 1307 ადამიანიდან 320 ადამიანი გარდაიცვალა კუჭის 12 გოჯანაწლავის და იანური წვრილი ნაწლავის წყლის გართულებების გამო. გართულებები რა? ეს არის სისხლდენები ძირითადად და ასევე პერფორაცია, ანუ გახრედა რა, კუჭის გახრედა, 12 გოჯანაწლავის გახრედა წყლის გამო. ესეც ჩვენი სტატისტიკა და რაც შეეხება კიდე მე ვნახე კიბოდან გარდაცვალების მიხედვით 2024 წელს პირველ ადგილზე საქართველოში არის ტრახეა, ბრონხი, ფილტვი, ანუ სასუნთქი გზები. ფილტვის კიბოდან არის 777 ადამიანი, ეს პირველ ადგილზეა, როგორც მსოფლიოში. მეორე ადგილზე არის აქ გარდაცვლილების მიხედვით ძუძუს კიბოდან გარდაცვლილები, ეს არის 514 ადამიანი იყო. მესამე ადგილზე არის აქ მსოფლიოსგან განსხვავებით იქ მეხუთე ადგილზე იყო კუჭის კიბო, აქ უკვე მესამე ადგილზე არის კუჭის კიბო. კიბოდან გარდაცვლილი ადამიანის რიცხვი, მეოთხე ადგილზე არის კოლორექტული კიბოდან გარდაცვლილი ადამიანის რიცხვი
357 ადამიანი, კუჭის კიბო იყო 364 ადამიანი და მეხუთე ადგილზე უკვე ღვიძლის და სანავლე გზებიდან გარდაცვლილი 350 ადამიანი. ეს არის აქტუალობა ამ თემის, რაზეც დღეს ვსაუბრობ, ხო? საერთოდ ამ ჰელიკობაქტერიაზე ისეთი მნიშვნელოვანი თემა არის, მნიშვნელოვანი ბაქტერია არის, რომ მთელი კონფერენცია, სპეციალური კონფერენციები იმართება ხოლმე, სადაც გამოიცემა რეკომენდაციები. ეს არის ქვია მაასტრიხტის კონსენსუსი, სულ ჩატარდა 6 კონსენსუსი და ბოლოს 2021 წელს აპრილში ჩატარდა ფლორენციაში, სადაც გამოიცა რეკომენდაციები მისი დიაგნოსტიკის და მკურნალობის შესახებ. მკურნალობა ძალიან დიდი ადგილი დაეთმო და ეს უფრო, ამაზე მე ბოლოსში ვიტყვი, ეს უფრო გასტროენტეროლოგმა უნდა იცოდნენ და უნდა იყენებდნენ კიდევაც. და საერთოდ რაზეც ვილაპარაკებ მომდევნო შემდგომში ეს ყველაფერი აი ამ კონფერენციაზე გამოსული რეკომენდაციები დაყრდნობით იქნება ყველაფერი ნათქვამი. რა შეგვიძლია აი პირველად რომ წავიკითხოთ მე აქ ამონაწერი გავაკეთე, თორემ მას ყველაფერს ასე თანმიმდევრულად ვერ დავიმახსოვრდი, ვერ სტატისტიკას და ვერ შემდგომ. დიდი თემა არის საკმაოდ ჰელიკობაქტერია. აქ რა შეიძლება რო ვთქვათ, რა დამტკიცდა ამ კონფერენციის შესახებ. აქ როგორ გიხართ, აი 49 გასტროენტეროლოგი შეიკრიბა ამ კონფერენციაზე 22 ქვეყნიდან, ესე წამყვანი გასტროენტეროლოგები და ერთად შეთანხმდნენ და გამოცეს რეკომენდაციები. რა დამტკიცეს, რომ აი პირველი ჰელიკობაქტერიით დაინფიცირებულია მსოფლიოს 9-ზე მეტი მოსახლეობა, ეს ითქვა და ეს მართლაც ასეა. ზოგ ქვეყანაში ბევრი უფრო მეტი არის, ვთქვათ, იქ ზოგან შეიძლება 80% იყოს, ზოგან 60, 70, ან გააჩნია ქვეყანას. ჩვენ ქვეყანაში გაურკვეველია, არავინ არ იცის სტატისტიკას, არავინ არ აწარმოებს. შემდეგ ითქვა, რომ ჰელიკობაქტერია ყოველთვის იწვევს კუჭის ანთებას, ეგრეთ წოდებულ კუჭის ქრონიკულ ანთებას, ქრონიკულ გასტრიტს და იმის გამო რომ ბაქტერია არის და იწვევს კუჭის ქრონიკულ გასტრიტს, ამიტომ თვითონ ქრონიკული გასტრიტიც ბაქტერიის მიერ გამოწვეული აღიარებულია როგორც ინფექციურ დაავადებად. და რაც თავარია, რატომ გავუსვით ხაზით, ახლა კუჭის კიბოზე ვიძახოდი სტატისტიკას, იმიტომ რომ დამტკიცდა, ერთად თქვენს რომ აღიარეს, კვლევებით დამტკიცდა, რომ ჰელიკობაქტერია არის კუჭის კიბოს ადენოკარცინომის მთავარი მიზეზი და კუჭის კიბოს 90% შემთხვევა დაკავშირებულია 90% შემთხვევა დაკავშირებულია პირდაპირ ჰელიკობაქტერიასთან. ჰელიკობაქტერია არის მისი მიზეზი. და ამიტომაც გავუსვი ხაზი ეგ სტატისტიკაში კუჭის კიბოს. ჩვენი მთავარი მიზანია ენდოსკოპისტების კიბოსთან ბრძოლა, ხო? გინდა კოლორექტული კიბო იქნება იმ მსხვილი ნაწლავის თუ გინდა კუჭის კიბო იქნება ეგ კუჭზე და ეგ თქვენ საყლაპავის კიბო და კუჭის კიბო იქნება, ხო? და ამიტომაც წამოვწი ეს თემა. თვითონ ქრონიკული ჰელიკობაქტერიის ინფექცია სულ პირდაპირ კიბოს მხრივ არ მიდის რა, ახასიათებს 3 გზა განვითარების ამ ინფექციის რა. პირველი არის პანგასტრიტი, ეგრეთ წოდებული არაატროფიული პანგასტრიტი. ანუ ეს ნიშნავს კუჭის სხეულის ანთებას და რომელიც არ იწვევს ატროფიას. ეს ძირითადად 90% შემთხვევაში ასე ვითარდება ჰელიკობაქტერიის მიერ გამოწვეული გასტრიტი. და არის ფაქტიურად უსიმპტომო, პაციენტს არანაირი ჩივლები არ აქვს. მე კიდევ ერთხელ ავხსნი, წინა ვიდეოებშიც მაქვს ახსნილი. კუჭის კედელი შედგება 4 შრისგან. პირველია ლორწოვანი შრე, მერეა ლორწქვეშა შრე ქვემოთ და მესამე მოდის კუნთოვანი შრე და მეოთხე არის სეროზული შრე. აი ლორწოვან და ლორწქვეშა შრეში ტკივილის რეცეპტორები არ არის. აი კუნთოვან შრეში კი არის ისეთი რეცეპტორები, რომლებიც რომლის გაღიზიანების დროს ხდება ამ კუნთის სპაზმი, რომელიც იწვევს კიდევაც ტკივილს. ამიტომ როდესაც წყლიც რომ გქონდეთ, ქრონიკული წყლიც რომ გქონდეთ, კიბოც რომ გქონდეთ, თუ ის არჩავა სიღრმეში, არჩავა კუნთოვან შრემდე, თქვენ შეიძლება არანაირი ჩივლები არ გქონდეთ, ვერაფერი ვერ იგრძნოთ. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, ვთქვათ ის, რასაც მე მოვყვები და ვიტყვი თუ როგორ ვთქვათ დიაგნოსტიკის მხრივ როგორი უნდა მიდგომა და პროფილაქტიკა და შემდეგ მკურნალობა.
ხო, პირველი ვახსენეთ, ეს არის სიმპტომების გარეშე გასტრიტი, მაგ შემთხვევაში, ანუ ძალიან იშვიათად 0.1% არის შანსი, რომ ეს გასტრიტი თქვა გადაიზარდოს, წარმოიქმნას უფრო მეტად ლიმფომა და არა ონკოლოგია თქვა. აი ლიმფომაც ასეთი დაავადება ლიმფური ჯგუფების სიმსივნე არის. შემდეგი, ან მეორე გზა, რომელთაც შეიძლება განვითარდეს ჰელიკობაქტერიული ინფექცია, ეს არის ანტრალური გასტრიტი. ანუ კუჭის ხომ აქვს, აქ კუჭის სხეული არის, თავიდან მოდის და შემდეგ ანტრალური ნაწილი და შემდეგ უკვე 12 გოჯანაწლავი გადადის, ხო? ანტრალური გასტრიტი ასევე მოიცავს 12 გოჯანაწლავის ბოლქვის ანთებასაც, ხო? ამ შემთხვევაში ძალიან ეს არის 15% შემთხვევაში და ამ დროს ხდება ხოლმე 12 გოჯანაწლავის წყლულიც მაგალითისთვის, ხო? მისი მთავარი გამომწვევი მიზეზიც ჰელიკობაქტერია არის 12 გოჯანაწლავის წყლულიც 95% შემთხვევაში. რომლისგანაც ვთქვათ, ახალგაზრდები ხშირად ხვდებიან ხოლმე სამართლებოში, ანუ სისხლდენებით და ასე შემდეგ. ეს რაც შეეხება მეორე გზას, ანუ პირველი გზა იყო ანთება, მეორე კუჭის სხეულის თლიანი ანთება, მეორე ანტრალური გასტრიტი იყო, რომელიც გადაიზრდება წყლულში 12 გოჯანაწლავის წყლული. ეხლა მესამე გზა, აი რა ჩვენ ძირითადად გვაინტერესებს, ეს არის ონკოლოგიური გზა, რომელსაც ვთქვათ, კუჭის ეს ჰელიკობაქტერიული გასტრიტი გადაიზრდება კუჭის კიბოში და როგორ ხდება ეს? ეს თავის დროზე ჯერ კიდევ 1998 წელს, ესე იგი კორეა იყო ასეთი სპეციალისტი, მეცნიერი, რომელმაც დაამტკიცა და მის სახელს აცხადებს, მის სახელს უკავშირდება ეს ეგრეთ წოდებული კორეას კასკადი. თუ როგორ ხდება ჰელიკობაქტერიული გასტრიტის გარდაქმნა, თქვათ, კიბოში. პირველი ადგილზე, რა თქმა უნდა, ჰელიკობაქტერია, რომელიც იწვევს 100% შემთხვევაში იწვევს ჰელიკობაქტერიის გასტრიტს. შემდეგ ეს გასტრიტი რაღაც 50% შემთხვევაში გადაიქნება ქრონიკულ ატროფიულ, ანუ წარმოიქმნება ატროფია. ატროფია რას ნიშნავს? ატროფია ნიშნავს, როდესაც ბაქტერია ჭამს ხოლმე, ანადგურებს კუჭის ლორწოვანში და ლორწქვეშა სივრცეში არსებულ ჯირკვლებს, რომელიც აი გამოიმუშავებენ ხოლმე ძირითადად კუჭის წვენს, ხო? მათ ანადგურებს და აი ამის გამო წარმოიქმნება, ამას ქვია ატროფია, რომელიც არის უკვე მშვენიერი ველი, რომელიც ამ ველზე, ატროფიულ ველზე, სადაც ჯირკვლები აღარ არის, უკვე ადვილად შეიძლება წარმოიქმნეს ონკოლოგია, განვითარდეს ონკოლოგია. ამ ატროფიის შემდეგ საერთოდ ეს მძიმე ატროფია, თქვათ, მარტო ანტრალური ნაწილი თუ არის დაზიანებული, ეს უკვე 18 ჯერ ზრდის კუჭის კიბოს რისკს და თუ სხეულიც დაზიანებული ამ ატროფიისგან, ანუ როგორც წესი, ჰელიკობაქტერიის დროს კუჭის ანტრალური ნაწილიდან, აქედან მოდის ხოლმე სხეულისკენ, ზემოთ ზიანდება რა, ნეიტროატროფია ხდება. კუჭის ჯირკვლები ანტრალურ ნაწილიდან სხეულისკენ კვდება ხოლმე და თუ მარტო ანტრალური ნაწილია დაზიანებული, 18 ჯერ იზრდება კუჭის კიბოს რისკი. თუ სხეულის დაზიანებულია, მაგ შემთხვევაში 90 ჯერ იზრდება კუჭის კიბოს რისკი. და ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მას შორის ბიოპსიების აღების გამოდაც, ხო? და ეს შემდეგ ატროფია გადაიზრდება, შემდეგი ნაბიჯი არის რომ ატროფიის ადგილზე წარმოიქმნება, ესე იგი უჯრედების, ლორწოვანი უჯრედების ნაწლავური უჯრედებით შეცვლა, ესე იგი ეგრეთ წოდებული მეტაპლაზია ქვია, ატროფიის შემდეგ წარმოიქმნება ნაწლავური მეტაპლაზია, ეს რაღაც 40% შემთხვევაში და შემდეგ უკვე მეტაპლაზია კიდევ დამატებით 10 ჯერ ზრდის კუჭის კიბოს რისკს და შემდეგ უკვე მეტაპლაზია 8% შემთხვევაში გადაიქნება დისპლაზია და ეს უკვე დისპლაზია უკვე უჯრედები კარგავენ თავის ფუნქციას, ყველაფერს, სხვანაირად საერთოდ ატიპიური ხდება და შემდეგ ეს დისპლაზია უკვე 1% შემთხვევაში, მხოლოდ 1% შემთხვევაში გადაიქცევა უკვე კუჭის კიბოთ, ადენოკარცინომა წარმოიქმნება. ეს იყო კორეას კასკადი და ჰელიკობაქტერიული გასტრიტის 5% შემთხვევა მიდის პირდაპირ ამ კორეას კასკადით. ასევე აღსანიშნავია ასეთი რამ,
აი რატომ არის თქვა გასტროსკოპია კარგ აპარატზე გასაკეთებელი რა სადაც ჩვენ შეგვიძლია ამოვიცნოთ აი ცოტა ძველი აპარატებზე შეგვიძლია რაღაც ცოტა ბუნდოვნად ჩანს ეს ყველაფერი რა არ არის კარგი გამოსახულება და ჩვენ არ აქვს ძველ აპარატებს გადიდების ფუნქცია ჩვენ ვერ ვათვალიერებთ კარგად ლორწოვანს რაიმე რომც ვნახოთ ხოლო ახალ აპარატებს აქვს გადიდების ფუნქცია ჩვენ შეგვიძლია უჯრედების დონეზე კრიპტების დონეზე კაპილარების დონეზე შევაფასოთ რასაც ვხედავთ წარმონაქმნი და თქვათ მიზანმიმართულად ავიღოთ ბიოპსია ან პირდაპირ დავსვათ დიაგნოზი და ამას ქვია თქვათ თუ ჩვენ გაგვიმართლებს თუ ვნახავთ თქვათ ადრეულ კიბოს აი სანამ ის გახდება თქვათ ადენოკარცინომა ადრეულ კიბოს უძახიან წარმონაქვს რომელიც მარტო ლორწოვან შრეს მოიცავს ხო ჩვენ ხო ვთქვით რომ 4 შრე არის ხო ჯერ მარტო ლორწოვან შრეს რომელსაც მოიცავს იმას ქვია ადრეული კიბო და ეს კიბო ჩანს ხოლმე თანამედროვე აპარატზე, რომელსაც გადიდების ფუნქცია აქვს. ხო და ეს რატომ არის მნიშვნელოვანი? იმიტომ რომ ადრეული კიბოს თუ ვნახავთ, როგორც წესი, ადრეული კიბოდან დიდი კიბოს ჩამოყალიბება, გართულება, დიდ სტადიებში გადასვლა სჭირდება სულ 44 თვე. ხო, ამიტომ მნიშვნელოვანი არის აი კარგ აპარატზე გასტროსკოპიის გაკეთება, რომ შეიძლება მანამდე სანამ იქ გადავა დიდ კიბოში, ჩვენ ვუნკურნალოთ და პაციენტს ვუნკურნალოთ და პაციენტს აღარ მივიღოთ ეს გართულებები, ხო, როცა დიდი კიბო ქვია. ასევე, რაც შეეხება ჰელიკობაქტერიას, კიდევ აქ მეცნიერები თვლიან, რომ მარტო ჰელიკობაქტერია, ვთქვათ, რომ ონკოლოგია ჩამოყალიბდეს, არ არის საჭირო, რომ ვთქვათ, მარტო ჰელიკობაქტერია შეიძლება არ გამოიწვიოს. მას ჭირდება მაპროვოცირებადი ფაქტორები. და პირველი მაპროვოცირებადი ფაქტორი არის სიგარეტი. რა თქმა უნდა, სიგარეტის მოწევა. ეს დამტკიცებულია, ნუ 1-2 ზრდის ამ კუჭის კიბოს რისკს, თუმცა ჰელიკობაქტერია გვაქვს. შემდეგ უკვე ნაკლებად სარწყმუნო მონაცემებია მიღებული, ვთქვათ, მარილის მოხმარებაზე და ხორცის მოხმარებაზე. ნუ წითელი ხორცის მოხმარებაზე. არ მარილის მოხმარებაზე, იმიტომ ვამბობ, რომ მე ვთქვათ, იაპონიაში ერთ-ერთ მთავარ მიზეზად თვლიან ხოლმე რა, იქ მარილიანი თევზია, თევზეულობა ჩამო ხოლმე და ოკეანის თევზია, ამიტომ ერთ-ერთ მიზეზად თვლიან ხოლმე მარილის მოხმარებას იაპონიაში კუჭის კიბოს. ასევე კიდევ რა შეგვიძლია აქ რო ვთქვათ, ხო? ანუ ასპირინი, სიყვის გამათხელებლები, კარდიომაგნილი ასპირინის მოხმარება და არასპეციფიური ანთებისაწინააღმდეგო პრეპარატების მოხმარება ზრდის წყლოვანი დაავადების განვითარებას და მათი გართულების რისკს. რა თქმა უნდა, როცა გვაქვს ჰელიკობაქტერია. ჰელიკობაქტერიასთან ერთად თუ ჩვენ მოვიხმართ ასპირინი, კარდიომაგნილი, დიკლოფენაკი, ტკივილგამაყუჩებლები, ნუროფენი და ასე შემდეგ, შეიძლება წყლოვანი დაავადება უფრო ადვილად განვითარდეს და იქიდან კიდე გართულებები, ანუ სისხლდენა უფრო ადვილად განვითარდეს. მაგაზედაც არის მისაქცევი ყურადღება. ეხლა თვითონ ბაქტერიაზე რა შეიძლება ითქვას? თვითონ ჰელიკობაქტერია აღმოჩენილი იქნა 1874 წელს ძაღლის კუჭში, აღმოაჩინეს გერმანელმა მეცნიერებმა. შემდეგ 1906 წელს ის უკვე აღმოაჩინეს ადამიანის კუჭში. თვითონ ანუ ავსტრალიელმა მეცნიერებმა ბარი მარშალმა და რობინ უორენმა მე-20 საუკუნის ბოლოს დაამტკიცეს, რომ ჰელიკობაქტერია იწვევს კუჭის ანთებას, გასტრიტს. თვითონ ეს ბარი მარშალმა ექსპერიმენტი თავის თავზე ჩაიტარა, ანუ დალია სითხე, რომელშიც ჰელიკობაქტერიები იყო გაზომებული, ამით გამოიწვია ხელოვნურად გასტრიტი, შემდეგ იმკურნალა ანტიბიოტიკებით და ეს გასტრიტიც გამკურნა. ამის გამო ეს ორივე მეცნიერი 2005 წელს დაჯილდოვდა ნობელის პრემიით მედიცინაში და ფიზიოლოგიაში მიიღეს ასეთი ჯილდო. თვითონ ჰელიკობაქტერია არის სპირალისებური ბაქტერია, გრამ უარყოფითი სპირალისებური ბაქტერია. აქვს 4-დან 6-მდე შოლტი, აი სპეციალური ისენი აქვს, წვერებივით, რომლითაც გადაადგილდებიან სწრაფად და მაგრდებიან, ასე რომ ვთქვათ, კუჭის ლორწოვანზე. ასევე გადაცემით გადადის როგორც წესი, ნუ ბავშვობაში როგორც წესი გადადის ხოლმე აი ჭუჭყიანი ხელებიდან
ხო, ჯოჯკიანი ხელებიდან და დიდობაში უკვე ორარული გადაცემის მეთოდი აქვს, ანუ ნერწყვიდან გადადის ხოლმე ადამიანიდან ადამიანზე. ასევე მეუღლებმა თუ ერთ მეუღლეს აღმოჩნდება ჰელიკობაქტერია, მეორე მეუღლემაც აუცილებლად უნდა ჩაიტაროს ტესტი ჰელიკობაქტერიას. ასევე იცის ხოლმე ბავშვობაში, როცა დედა ძალიან კოცნის ხოლმე თავის შვილს, მაგ დროსაც შეიძლება პატარა ბავშვს, მაგ დროსაც შეიძლება გადაეცეს ინფექცია. თვითონ ბაქტერიისთვის არის კომფორტული პირობები, არის 27 გრადუს ცელსიუსის ტემპერატურა. აქვს ნეიტრალური pH-ი, ანუ იქ უნდა იყოს 7 pH-ი, რომ ბაქტერიამ გაძლოს. აქ უფრო ესეთი დუღილისას ბაქტერია ეგრევე კვდება, ხოლო სადეზინფექციო საშუალებებით დამუშავებით კვდება რამოდენიმე წუთში. ამიტომ ეხლა უკვე ადრე იყო ხოლმე შემთხვევები, როდესაც გასტროსკოპით გადაეცემოდა ბაქტერია, ეხლა უკვე ძალიან შემცირდა და ეს სადეზინფექციო საშუალებების დამსახურება არის. მალევე ერევა თუ კარგად დავამუშავებთ აპარატს, გავასტერილებთ, შვენივრად კვდება ეს ბაქტერია. მაგ სხვადასხვანაირი მორფოლოგიური ფორმები აქვს, ეგ არის S მაგვარი, ანუ ეს ინგლისური S მაგვარი, C მაგვარი, U მაგვარ ფორმას ღებულობს ხოლმე, აქ კოკური ფორმებიც არის. ეს რატომ არის მნიშვნელობა, იმიტომ რომ C და U მაგვარ ფორმებში ის ჰელიკობაქტერია არის უკვე დაძინებულ ფორმაში გადადის ხოლმე და კოკურ ფორმაში ანუ თავს იცავს, ხო? ესეთ არა მისთვის არახელსაყრელი პირობებში შესაძლოა ხდება, კოკურ ფორმაში გადაიცევა ხოლმე და თავს იცავს, რომ არ დაზიანდეს. ამიტომ მაგ დროს ჰელიკობაქტერიის ან ტესტებით რაღაცებით აღმოჩენა შეუძლებელია. მისი უამრავი შტამი არსებობს, არა მარტო ადამიანში, არამედ ძირითადად ძაღლებში, კატებში არის ხოლმე და ღორებშიც არის ხოლმე ჰელიკობაქტერიები და შეიძლება იქიდანაც გადაედოს ადამიანს. და იგივენაირად ეს შტამებიც იწვევენ გასტრის, კუჭის ანთებას, ზოგიერთი ისეთი აგრესიულია და კუჭის კიბოს რისკიც ვისაც მეტად ზრდის. იმას განსაკუთრებით და განსხვავებული სურათიც ხდება ხოლმე, როდესაც კუჭი ჩავდივართ. მისი ეს ცუდი იმის გამო არის, რომ გარდა იმისა, რომ ანთებას იწვევს და კიბოს რაღაცას, მათი აღმოჩენა, ანუ ისეთი ტესტებით, როგორი ჩვენ გვაქვს, ხო, თითქმის შეუძლებელი არის რა, ძალიან სუსტად დადებითი შედეგები მოდის ხოლმე, თქვა ცუნთქვითი ტესტიდან, ურიაზე სწრაფი ტესტიდან, ამიტომ ცოტა ისეთი ცუდი რაღაცა არის. კუჭში ასევე თქვა რომ ავიღოთ, ანუ ჰელიკობაქტერიის გარდა კიდევ სხვა ბაქტერიებიც არსებობენ, ძირითადად ისინი პირის ზღვრიდან გადადიან ხოლმე, ამიტომ ძირითადად ეს სტრეპტოკოკებია მაგალითად, მაგრამ კუჭი მათ ანეიტრალებს, დიდად საფრთხეს არ წარმოადგენენ ეს ბაქტერიები და თუ ჰელიკობაქტერია არის კუჭი, ამათთან ერთად ჰელიკობაქტერია დომინირებს და ის ამ ბაქტერიების რიცხვს კიდევ უფრო ამცირებს. ჰელიკობაქტერიაზე ერთადერთი დადგენილი რომ ის არის პათოგენობა დანარჩენ ბაქტერიაზე ჯერ მასეთი დადგენილი არცეზე არის ესეთი საზღარი ბაქტერია ასე რომ ვთქვათ. ასე რა შვება ჰელიკობაქტერია ახლა რო ახსნათ მოკლედ ხო პათოგენეზი როგორი არის ხოლმე ის როდესაც ხდება კუჭი ის ეწებება ან ლორწოვან შრეზე ჯდება იქ არის მისთვის ხელსაყრელი თქვათ 7 pH-ი ანუ ეს გარემო ესე ტუტოვანი გარემო არის იმიტომ რომ კუჭი არის თვითონ 1.5 და 3 pH-ი იქ ცოტა მჟავე გარემოა და ამას ის ვერ შეეგუება თავისთავად ამიტომ ის ლორწოვანზე ჯდება ის იმუშავებს რაღაც ფერმენტები ტოქსინები რომელთაც აზიანებს ლორწოვანს ასევე მთავარი იმუშავებს ურიაზა ესეთი ფერმენტია რომელიც შარდოვანასთან ადამიანის შარდოვანასთან შედის რეაქციაში და წარმოიქმნება ამიაკი. ამიაკი თვითონ ტუტოვანს მას სფეროს წარმოქმნის მის გარშემო და ეგრეთ წოდებული დამცავის როლში გვეულინება რა იცავს კუჭის ანუ მარილმჟავას ზემოქმედებისგან ამ ბაქტერიას. ანუ ის მშვენ როგორც ხედავთ ის მშვენივრად გრძნობს თავს ამ პირობებში და შემდეგ უკვე პარაზიტირებს იქ რა თავისთვის ცხოვრობს. ეხლა კიდევ რა შეიძლება ანუ ბევრი კიდევ მოდის ხოლმე კვლევაზე
ხო, და ამის მერე, როდესაც ის ფერმენტები ტოქსინებით კიდევ აზიანებს ლორწოვანს, ხო, კუჭი ამაზე რეაგირებს, გამოიმუშავებს მეტ მარილმჟავას, უნდა რომ ეს ბაქტერია მოკლას, მაგრამ ვერაფერს ვერ ახერხებს და პირიქით თავის თავს აზიანებს, ლორწოვანს აზიანებს და შემდეგ ვითარდება წყლული ატროფია და ასე შემდეგ უკვე რაზედაც ჩვენ ვილაპარაკეთ. ბევრი მეკითხება ხოლმე აი კვლევაზე, როდესაც მოდიან მჟავიანობა თუ შეიძლება ავიღოთ არა. მინდა გითხრათ რომ მჟავიანობა ყველა დღის მონაკვეთში, სხვადასხვა მონაკვეთში, ყველა სხვადასხვანაირი არის ხოლმე ადამიანს რა. შეიძლება ამიტომ მჟავიანობის განსაზღვრა ხდება მხოლოდ ერთადერთი ტესტი, ეს არის 24 საათიანი pH მეტრია, რომელიც თბილისში არ ვიცი არსებობს თუ არა საერთოდ საქართველოში მაკვლევას ატარებენ თუ არა მე გავიკითხე მაგრამ ვერსად ვერ მოვინახე ხოლო კვლევის ჰელიკობაქტერიას რაც შეეხება მჟავიანობაზე დაკავშირებით ჰელიკობაქტერიას რაც შეეხება თვითონ თუ კუჭის სხეული არის დაზიანებული მაშინ ჰელიკობაქტერია თუ კუჭის სხეული არის დაზიანებული თქვათ პანგასტრიტი არის სხეულის ანთება არის მაგ დროს ხდება ხოლმე მჟავიანობის კლება, იმიტომ რომ უჯრედები ვერ გამოიმუშავებენ ისეთ მარილმჟავას, როგორც საჭირო არის. თუ გააჩნია სიმძიმეს, ახლა თუ ისე არის სუსტად დაზიანებული, მაგ შემთხვევაში მჟავიანობა არ იცვლება, მაგრამ თუ ძლიერად არის მძიმე ხარისხის დაზიანება არის კუჭის სხეულის მაშინ ხდება ხოლმე მჟავიანობის კლება პირიქით. თუ ანტრალური ნაწილია დაზიანებული და 12 გოჯანაცლავის ბოლქვი, მაგ შემთხვევაში მჟავიანობა იმატებს, მაშინ მეტი ხდება ხოლმე მჟავიანობა და ამ დროს ის დენის რისკიც რა თქმა უნდა იმატებს. ეს რაც შეეხება მჟავიანობას. ეხლა დიაგნოსტიკა როგორ ხდება? როგორ გავიგოთ ჩვენ გვაქვს თუ არა ჰელიკობაქტერია? დიაგნოსტიკის არსებობს ბევრი მეთოდები, არსებობს ან პირდაპირი ტესტები, როდესაც ჩვენ თქვა ეს არის ბაქტერიოლოგიური, ჰისტოლოგიური, ციტოლოგიური ტესტი, ეს ხდება მაშინ, როდესაც ჩვენ ვიღებთ ბიოპსიას და იქ მიკროსკოპში ვხედავთ ხოლმე ბაქტერიას რა და მაგით ვიკვლევთ ხოლმე. ეს როგორ წესი? ეს ტესტები აღარ გამოიყენება დღეს, ნაკლებად ინფორმატიულია. ამიტომ იყენებენ არაპირდაპირ ტესტებს, რომელიც დამყარებული არის ძირითადად აი ამიაკის გამოყოფენ შარდოვანაზე, ურიაზაზე, შარდოვანაზე და ამიაკის. ამ სქემაზე, როგორც ახლა ავხსენი, ხომ? ასეთი ტესტები არის, ანუ სწრაფი ურიაზას ტესტი, ეს არის რომელიც შეიძლება თქვენ გაგიკეთოთ ექიმმა გასტროსკოპიის დროს. ნახეთ, როდესაც ჩვენ ვაკეთებთ გასტროსკოპიას და ვხედავთ კუჭის ანთება არის, ხო, არის მაგის სპეციფიური ნიშნები ჰელიკობაქტერიის და მაგ დროს ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ ურიაზას ტესტი, ავიღოთ ბიოპსიური მასალა, მოვათასოთ სპეციალურ სინჯერაში, სადაც არის იქ უკვე შარდოვანა, რომელშიც თუ ბაქტერია არის, რა თქმა უნდა, ის ურიაზას გამოყოფს, შედის რეაქციაში და ფერს იცვლის ხსნარი, წარმოიქმნება ამიაკი და ამაზე არის დამყარებული ეს კვლევა. ხომ, ასევე არსებობს სუნთქვითი ტესტი, იქ პირიქით სპეციალურ სუნთქვითი ტესტი არის გასტროენტეროლოგთან, ესეც ძალიან კარგი ტესტი, ანუ ესე იგი ყველაზე ესეთი მგრძნობიარე ტესტი არის და ამას გირჩევთ ხოლმე რომ გაიკეთოთ. გასტროენტეროლოგი აკეთებს სუნთქვითი ტესტი, სპეციალურ ხსნარს სვამთ, რომელსაც შედის უკვე შარდოვანა და იქ მე ამონასუნთქ ჰაერში, იქ სპეციალურ ჰაერს სუნთქავთ, ამოისუნთქებთ ხოლმე, ჩაბერივით ტესტი არის და ამოდის ხოლმე რეაქცია, ანუ დადებითი არის ბაქტერია თუ არ არის, მაგით გებულობენ ხოლმე, კარგი ტესტი არის. ასევე ტესტი კეთდება სისხლის ანალიზით, ეს არის ანტისხეულებს ნახულობენ ჰელიკობაქტერიაზე, რომელიც ისეთ ნაკლებად მგრძნობიარე არის და არის ასევე განავლის ტესტი, რომელშიც ანტიგენებს ნახულობენ ჰელიკობაქტერიის და ესეც ერთ-ერთი კარგი მგრძნობიარე ტესტი არის. შეიძლება მისი გამოყენება. ყველა ტესტს აქ კლინიკური სიტუაციიდან გამომდინარე, ყველა ტესტს სხვადასხვა დროს, სხვადასხვანაირად იყენებენ ხოლმე რა, ყველას ერთნაირად, ხო, ერთ და იგივე ტესტს შეიძლება არ ვთქვათ. ნუ გასტროსკოპიის დროს ჩვენ ვთქვით, რომ იყენებენ ურიაზას სწრაფი ტესტი, როცა გასტროსკოპია ჭირდება პაციენტს, როცა არ ჭირდება უკვე დანარჩენი სუნთქვითი ტესტი, სისხლის ანალიზი და განავლის ანალიზი. ესეც უკვე ვთქვით.
ასევე ამ მაასტრიხტის კონსენსუსმა ჩამოაყალიბა თქვათ გასტროსკოპიის გაკეთების წესები, რომლის დროსაც არის ასეთი სტრატეგია მიღებული test and treat, დატესტე და უმკურნალე, რომელიც სტრატეგია მიიღება ხოლმე 45 წლამდე ასაკის ადამიანებში, რომლებსაც აქვთ თქვა დისპეპსიის ჩივილები, ან დისპეპსიას რავს ვიძახიან კუჭის წარეში ტკივილი, დისკომფორტი, გულძმარვა და ასე შემდეგ, როდესაც პაციენტი მოდის, ახალგაზრდა პაციენტი თუ მას გენეტიკა ნორმალური აქვს, არა აქვს თქვათ მის მშობლებს კუჭის კიბო და მის ბებიას და ბაბუის კუჭის კიბო, მაშინ უკეთდებათ უბრალოდ ჰელიკობაქტერიაზე ტესტი, არაინვაზიური, თქვათ სუნთქვითი ტესტი, თუ დადასტურდა ჰელიკობაქტერია მკურნალობენ, ენიშნებათ მკურნალობა ჰელიკობაქტერიის და თუ არ დადასტურდა, მაშინ უკვე იქ სავარაუდოა თქვათ ფუნქციური დისპეპსია, ეს კიდევ ფუნქციური დარღვევა თქვათ შეიძლება იყოს და არა თქვათ იქ ანთებისმიერ, ანუ როგორ აღესნათ ორგანული პათოლოგია, როდესაც არის ანთება, კიბო და ასე შემდეგ და ფუნქციური დარღვევა, როცა მისი ინერვაცია, ანუ ნერვების გამო, ანუ სტრესის გამო, რაღაც გამო არის დარღვევა, თქვათ იქ კუჭის და იმის მოქმედება სფინქტერების. მაგას სხვანაირად მკურნალობენ, გასტროენტეროლოგმა ეს ყველაფერი იცის. და მეორე სტრატეგია არის, როდესაც 45 წლის შემდგომ პაციენტებში, ხო, ამ პაციენტებს, როცა 45 წელზე ნაკლებია, უკეთდება ტესტი და მკურნალობა. ხოლო თუ პაციენტი 45 წელზე მეტია, ან აქვს ისეთი სიმპტომები, რა ვთქვათ, ონკოლოგიაზე რო მიუთითებს, მაგალითად, ასაკს არ გააჩნია, როდესაც თქვათ აგუმადობა, სტონაში კლება, კუჭის არეში რაღაც ტკივილი და ასევე თუ პაციენტებში არ გაამართლა იმ მკურნალობამ, ანუ დატესტე და იმ მკურნალე მეთოდმა არ გაამართლა და პაციენტს ისე უნარჩუნდება რაღაც ტკივილები და რაღაც ისინი, მაშინ კეთდება აუცილებლად უნდა გაკეთდეს გასტროსკოპია. ეხლა ხო, რაც შეეხება ხო, ყველაფერი თქვით, ასევე კიდევ რაც შეიძლება რომ თქვათ, რომ 12 წლამდე ბავშვებში არ კეთდება ჰელიკობაქტერიის დიაგნოსტიკა და არც მკურნალობა. შეგიძლიათ მაგაზე მშვიდად იყოთ. შემდეგ კი ეხლა რაც შეეხება მკურნალობას. მკურნალობაზე აქ არის სადღაც დაახლოებით 10 სქემამდე მოცემული. წინა სქემებიდან განსხვავებით, წინა რეკომენდაციებიდან განსხვავებით, აქ ყველა სქემაში შედის პროტონის პომპის ინჰიბიტორი, ეს არის კუჭის დამცავი პრეპარატი. აქ შეიძლება იყოს თქვათ ომეპრაზოლი, ნოლპაზა, ურსეპანი, ესომეპრაზოლი, ნექსიუმი და ასე შემდეგ, ოღონდ ინიშნება ორჯერ დღეში უკვე მაქსიმალური დოზით, ანუ 40 მგ-ით ორჯერ დღეში. და როგორც წესი მკურნალობა მთლიანად მკურნალობა მოიცავს 14 დღეს. მხოლოდ 14 დღე, არა 7 დღე, არა 10 დღე, არამედ 14 დღე. ამ 14 დღის განმავლობაში ინიშნება კუჭის დამცავი, როგორც თქვით, ახლა ნაღვნიშნეთ, ასევე 2 ანტიბიოტიკი მინიმუმ, შეიძლება 3 ანტიბიოტიკის დაგჭირდეთ, გააჩნია სქემას. და სიტუაციას 2 ანტიბიოტიკი მინიმუმ ინიშნება, ესე 14 დღის განმავლობაში და შეიძლება დაემატოს ასევე ბისმუთის პრეპარატი. თუ გააჩნია ისიც 12 გოჯანაწლავის ანთება არის, წყული არის თუ რა არის. ანუ 4 პრეპარატი ჭირდება ხოლმე პაციენტს მკურნალობისთვის ესეც დადგინათ. ანუ 14 დღე ორჯერ დღეში. და აქ არის კიდევ სხვადასხვა, რა ვიცი, შეგვიძლია, ამას არ შეგვიძლია კიდევ დავამატოთ, ანუ ეფექტის გასაუმჯობესებლად შეგვიძლია კიდევ დავამატოთ ასეთი 2 პრეპარატი. ერთი არის რებამიპიდი, რომელიც არის 1990 წლიდან არსებობს ეს პრეპარატი, იაპონიაში გამოგონილი იაპონური პრეპარატი არის, რომელიც არის ციტოპროტექტორული ეფექტის მქონე, ანუ იცავს უჯრედებს, კუჭის უჯრედების დამცავი პრეპარატი არის. ეს გამოიყენება 100 მგ 3 დღეში. 1 წელი გამოიყენება თუ ატროფია აქვს პაციენტს, თუ ატროფია არ აქვს პაციენტს, გამოიყენება 2 თვე ეს პრეპარატი.
ასევე და საკმაოდ კარგი ეფექტი აქვს ამ პრეპარატს. შემდეგ კიდევ შეგვიძლია დავამატოთ პრობიოტიკები. ეს რას ნიშნავს? ანუ ზოგიერთი დამტკიცებულია, რომ ზოგიერთი ბაქტერია, ანუ ჰელიკობაქტერიის წინააღმდეგ იბრძვის ხოლმე. ასეთი ბაქტერია მაგალითად ლაქტობაცილუს რეუტერი, რომელზედაც დამყარებული ანუ პრობიოტიკებში შედის ეს ბაქტერია და ებრძვის ასევე ჰელიკობაქტერიას. ესეც შეგიძლიათ დამატებით დაგინიშნოთ გასტროენტეროლოგმა. ასევე კიდევ რა დამტკიცდა, რომ წარმატებული შედეგის მისაღწევად აუცილებელია, რომ გასტროენტეროლოგმა 10 წუთი მაინც დახარჯოს პაციენტთან ურთიერთობაში, პაციენტს აუხსნას თუ რა არის ამ კურნალობის მნიშვნელობა. ხო, მე არ მithქვია, რომ ჰელიკობაქტერიის კურნალობას ერადიკაციას უძახიან. ხო, ამ აუხსნას პაციენტს ერადიკაციის მნიშვნელობა და გვერდითი მოვლენები. ეს რაღაც 20% მაინც ზრდის უკვე ეფექტურობას რა, ამ კურნალობის ეფექტს. კიდევ რა შეგვიძლია რო თქვა ამ მაასტრიხტის ამ კონსენსუსში, კიდევ რა იქნა მიღებული. რაზე მიაქციეს ყურადღება. ეს კურნალობას რაც შეეხებოდა მორჩი. დანარჩენი ეს უნდა იცოდეთ, აქ რაც სქემებიც არის, ეს გასტროენტეროლოგმა უნდა იცოდეს აუცილებლად და ეს ყველაფერმა უნდა დაგინიშნოს და ხარ დავიწყებ ამ ყველაფერს სქემებით ჩამოთვლას. რა დადგინდა კიდევ მას რა დაადგინეს, რომ ერადიკაცია შეუძლია კუჭის აი ატროფია, როცა ხედავთ, ხო ატროფიული გასტრიტი ატროფია არის. შეუძლია ამ ატროფიის უკუქცევა. ანუ უჯრედების აღდგენა და უკუქცევა. მეტაპლაზიაზე უფრო ნაკლებად უკვე იქ დიდად ეფექტს არ ახდენს, მაგრამ ატროფიის უკუქცევა ეს შესაძლებელია. იმ რებამიპიდიც რო ვახსენეთ, მაგასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ასევე კურნალობა, ანუ ერადიკაცია მნიშვნელოვანია მაშინაც კი, როცა ჩივილები არა გაქვთ რა, ანუ სიმპტომები არა გაქვთ. აღმოგაჩნდათ ერადიკაცია ჰელიკობაქტერია, მაგრამ არა გაქვთ ჩივილები. მაშინაც ძალიან მნიშვნელოვანია, ყველა შემთხვევაში მნიშვნელოვანია, როდესაც ჰელიკობაქტერია აღმოგაჩნდებათ. და მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ანტიბიოტიკზე იყოს რეზისტენტული ჩვენი ჰელიკობაქტერია, ანუ ანტიბიოტიკის მიმართ იყოს გამძლე, კურნალობას მაინც აქვს ეფექტი, ის დრგუნავს მაინც ჰელიკობაქტერიას და არ აძლევს საშუალებას, რომ ეს განვითარდეს მისი ანთება და წინ წავიდეს მისი ლორწოვანი კიდევ დაზიანდეს. ყოველთვის შეიძლება ვთქვათ, რომ თუ ერთმა ანტიბიოტიკმა არ იმოქმედა და მასზე ბაქტერია არის გამძლე, ვერ იმაშობა ანტიბიოტიკი, 3-6 თვის შემდეგ კიდევ გამეორება მკურნალობის სხვა ანტიბიოტიკის, სხვა სქემის მეშვეობით. ასევე თუ მკურნალობას ჩაიტარებთ, სწრაფი ურიაზას ტესტი, ანუ ის დავადგინოთ, გაქვთ თუ არა ბაქტერია, აუცილებლად უნდა გაიკეთოთ ტესტი. ოღონდ 1 თვის შემდეგ, ანუ ხო დაამთავრეთ 14 დღიანი კურნალობა გაიარეთ, შემდეგ მოიცდით 1 თვე, არაფერ წამალს არ სვამთ, არც კუჭის დამცავს არაფერს, არც ანტიბიოტიკებს და მიდიხართ და იკეთებთ გასტროენტეროლოგთან სუთქვითი ტესტი. ამით დადგინდება ეფექტურობა მკურნალობის, გაქვთ თუ არა ჰელიკობაქტერია, თუ ჰელიკობაქტერია უკვე აღარა გაქვთ. და იქნე გამომდინარე უკვე გასტროენტეროლოგი გადაწყვეტს რა გააკეთოს. კიდევ ესე იგი ერადიკაცია, ანუ მკურნალობა ამცირებს წყურის გაჩენის, სისხლდენის რისკს პაციენტებში, რომლებიც ხებულობენ, ეხლა რო ვახსენეთ, ხო, ასპირინი, კარდიომაგნიტის სისხლის გამათხელებელ საშუალებებს, რკინის პრეპარატები იქნება, ეს არასპეციფიური ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები, ხო, ეს ტკივილგამაყუჩებლები როგორც წესი. ხო, მაგ შემთხვევაში ამცირებს ამ წყურის გაჩენის და იქიდან თუ წყული გაქვთ უკვე, იქიდან სისხლდენის რისკს, რა თქმა უნდა. მაგრამ თუ წყული ქონდა პაციენტს, ერადიკაციის შემდეგ კუჭის დამცავ პრეპარატები მაინც უნდა მოიხმაროს, თუ ამ პრეპარატებს ხებულობს ამათთან ერთად. ერადიკაცია აღადგენს კუჭის ლორწოვანს, აჩერებს ლორწოვანის შემდგომ დაზიანებას, ამცირებს სიმპტომებს, ჩივილებს, ინფექციის მიერ გამოწვეულ გართულებებს და კუჭის კიბოს რისკს. ეს არის დამტკიცებული. ერადიკაცია ნაჩვენებია მაშინაც კი, როცა ჩივილები არ გაქვთ. აი ეს რაც შეეხებოდა ჰელიკობაქტერიაზე მოკლედ მინდოდა მეთქვა. მადლობა ყურადღებისთვის. ნახვამდის, ძირაფაშა, ხოჩამთ.